იმისთვის რომ გავაკეთოთ ტრადიციული ესპანური სუპი ლენტეხა, ჩვენ გვჭირდება ხახვი, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო და ტრადიციული ჩორეზო. ეს არის ესპანური ძეხვი, რომელიც კეთდება ცოტა ტომატით თუ პაპრიკათი. ეს არის ჩორიზო. ტრადიციული სუპი, ტრადიციული ძეხვი არის ეს ჩორიზო და ასევე გვჭირდება რა თქმა უნდა ოსპი, ოღონდ არა ყვითელი, არამედ მეორე მომწვანო ფერის რომ არის, რომელიც უკვე წინასწარ მაქვს დადგმული და იხარშება უკვე დიდი ხანია. და პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიწყოთ და დავჭრათ კარტოფილი, კი არა და ხახვი. პირველ რიგში ვჭრით ახლა ხახვს, ვისაც რა ზომის უყვარს იმის და მიხედვით, ჩვენთან ჭამენ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს. ესე იგი პარალელურად ვჭრი ნიორს, რომელსაც ჩავამატებ ხახვთან, რომელიც უკვე იშუშება. ესე იგი ვამზადებ ტრადიციულ სუპს ლენტეხას, რომელიც მე უკვე გასინჯული მაქვს და ძალიან მომეწონა, ამიტომ სურვილი გამოვთქვი, რომ მეორედ უკვე მე თვითონ დავამზადო. ესე იგი ზოგი პირდაპირ ერთად ტყრის ამ ყველაფერს და ერთად შუშავს და მერე წყალს ასხავს და ხარშავს. მაგრამ მე გადავწყვიტე შევიტანო ჩემი პატარა რაღაცა ცვლილებები და გავაკეთო ისე როგორც მე მინდა. ეს ცოტა რომ შეფერადდება დავამატებ უკვე ნიორს. ესე იგი ასევე ზოგი დგება და მთლიანად ძალიან დიდებს აი ესე ჭრის სტაფილოს და ისე ამატებს მაგალითად. მე ხან შემთხვევაში არ მინდა, მირჩევნია ესე ძალიან წვრილად დაჭრილები. მოუშუშოთ ცალკე ასევე. აი ესეთი ზომები. პრინციპში ეს ხო აკრძალვა არ არის, აკეთებს ყველა ისე როგორც უნდა. რა თქმა უნდა ხახვს პარალელურად ვურებ, რომ არ დამებრაწოს. ახლა ცოტა რამ ჩორიზოს შესახებ, ეს არის ესე იგი ესპანეთის ტრადიციული ძეხვი, ასევე პორტუგალიაშიც ტრადიციული არის და მის ესე იგი მას პიკანტურობას სცემს ის, რომ ამ ჩორიზოში ამატებენ ძალიან დიდი რაოდენობით პაპრიკას და შესაბამისად მაგიტომ არის ესეთი წითელი და ეს არის, რა ქვია, ეს ძეხვი არის ღორისგან დამზადებული. არის სხვადასხვა დაძველების, შესაბამისად ფასიც სხვადასხვა აქვს, ასევე მაქვს აი ესეთი ჩორიზო, შეხედეთ, განახებთ ახლა. მოყურეთ, ეს საერთოდ რადიკალურად განსხვავდება ფერითაც, ცოტა ზომითაც. აი ნახეთ როგორია. აი ესე პატარა თხელნაწილებს ახლა მოვაჭრი და ნახავთ როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აი. და ახლა ამას მოვჭრე. აი შეხედეთ, ეს უფრო ესეთი სველია, ესეთი უფრო სველია, ეს კიდე უფრო გამომშრალი ძეხვია და უფრო დიდი ქონის ნაჭრები აქვს შიგნით და გემოც რადიკალურად განსხვავებული, ეს უფრო რაღაცა მშრალი გემოსია და ეს კიდე უფრო რაღაცა ესეთი სველი, ცოტა უფრო რაღაცა აი როგორ გითხრათ რა მოტკბო გემოცა აქვს. არის მწარე ჩორეზოები, არის ტკბილი ჩორეზოები. ახლა რატო ახსენე ეს ჩორეზოები? ეს ჩორეზო გამოიყენება ლენტეხას სუპში. ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არის ეს ჩორეზო, რომელსაც ჭრიან და სუპში აგდებენ. აი ამასობაში ჩემი ხახვი, სტაფილო და ნიორი მოიშუშა და ამ ყველაფერს ვამატებ აი აქ ამ ლენტეხაში. და ისინი ხა კიდე ერთად უკვე მოიხარშებიან, მოიშუშებიან, გემოები გაუჯდება ერთმანეთს და იქნება ძალიან გემრიელი. ახლა სანამ ჩორიზოს ვუზამ ლენტეხას სუპში, შემდეგი ინგრედიენტი, რაც უნდა დავამატო, ეს არის კარტოფილი. ესე ვიღებ კარტოფილს და ამასაც ჩემი სურვილის მიხედვით ზომებად ვჭრი. რა ზომებიც მე მინდა. აი ესე. და აი ესე ჩავყრი აქ.
ესეც ჩავყაროთ ახლა ქვაფში. ახლა მოვიდა დრო ჩვენი ჩორიზოსი და დავჭრათ ეს ჩორიზო. ჩორიზოს აქვს კანი, ზოგი აძრობს კანს, ზოგი არ აძრობს. ამ შემთხვევაში მე მირჩევნია, რომ კანი მოვაძრო, იმედია ამის საშუალება მექნება. და მე ესე შუაზე გავჭრი ამ ჩორიზოს და ესე ვეცდები, რომ აი ეს კანი გავატყავო. და დავჭრით ახლობით აი ამ ზომებად. ავიღებ ამ ჩორიზოსაც და ჩავყრი ქვაფში. რა თქმა უნდა, კიდე დავამატებ ამ ჩორიზოს, რომ გემრიელი გამომივიდეს. ამასაც მოვაძრობ ამ კანს. და ამასაც დავჭრი. მოვათავსებ ისევ ლენტეხაში. ესე იგი ლენტეხა უკვე აგრძელებს ისევ ხარშვას, აი ესე გამოიყურება. ესენი კარგად უნდა მოიხარშოს. ამას აკლია ხა ცოტა ტომატი, რომელსაც ცოტა მოგვიანებით უზავ, იმიტომ რომ მე შეიძლება კარტოფილი კარგად არ მოიხარშოს და რა თქმა უნდა მწვანილი, რა თქმა უნდა მარილი, პილპილი, წიწაკა გემოვნებით. ჩემი ლენტეხა ესე გამოიყურება. მინდა გითხრათ, რომ დავაგემოვნე და ძალიან გემრიელია. სპეციფიკური გემო აქვს შესაბამისად აი ამ ძეხვების გამო. და თავი გირჩევთ, რომ გააკეთოთ, იმიტომ რომ მართლა ისიამოვნებთ. რამოდენიმე წუთიც და ახლა აი ამ ქვაბს გავთიშავ და ვისიამოვნებთ შემდეგ აი ამ კერძით. თუ მოგეწონათ ეს რეცეპტი, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ თარიღი, შეგიძლიათ დაატოვოთ კომენტარები, ვინ როგორ აკეთებთ და თუ აკეთებთ თუ გსმენიათ საერთოდ ამ კერძის შესახებ. მე კიდე დავბრუნდები მალე.